გამარჯობათ, დღეს უკვე მეოთხეჯერ მოგესალმებით და რახან 10 საათია, ჩვენ 9 საათის განმავლობაში გავიგებთ თუ რა მოხდა ახალი შოუ ბიზნესში. მოდით პირველად ვნახოთ რა მოხდა ქართული ვარსკვლავების ცხოვრებაში ახალი. კლუბ ნოანოაში ოძელას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთების შეძენასთან ერთად კომპაქტ დისკსაც მიიღებდით და შემოსული თანხა მთლიანად ოძელას ოჯახს გადაეცა, კლუბის სავსე მაინც არ იყო. ყველაზე დიდი პრობლემა დღეს საქართველოში ის არის, რომ ისეთი ადამიანები, როგორიც ოძელა იყო, დღესდღეობით აღარ არიან და მთლიანად მარტო საქართველოს შოუ ბიზნესი კი არა, მთლიანად საქართველოს აკლია ეს ადამიანი. ყველა ეს ადამიანი არის შეკრებილი, ვინც ოძელას მეგობარია, ვინც ოძელას გვერდზე სცენაზე დგას და რა ვიცი, ყველა თავისებურად გამოთქვას თავის თანადგომას მის მიმართ. უბრალოდ ეს არის მორიგი, ეს არ არის რაღაცის დასასრული ან რაღაცის დასაწყისი. ეს არის მორიგი გახსენება. უბრალოდ ჩვენ თვითონ ჩვენ თავში რომ დავიჭიროთ ის, რომ დათო ისევ ისეთი აქტუალურია თავის შემოქმედებით ჩვენთვის, როგორც იყო, თორე მე ვფიქრობ, საზოგადოებას არც კი ჭირდება იმის შეხსენება, თუ ვინ დაკარგა, არც ჭირდება იმის შეხსენება, თუ რა არის დათო ოძელაშვილის მუსიკა. ფანტასტიკური საღამოა დღეს იმ მიზნით რომ რაღაცა გავიხსენეთ. კი, სულ ყოველთვის გვახსოვს, მაგრამ მაინც გავიხსენეთ და მაინც რა ვიცი ხა. ასე თუ ისე რაღაცა მიუძღვენით რა. თვითონ თავად მისულს და რა თქმა უნდა მის ოჯახს. აბსოლუტურად ქველმოქმედებაზეა საუბარი რა. შემევლო შემეთავი ოძელასა. ეგეც საღამოები იქნება და 20 სექტემბერს მე ეხლა ვიძახ 20 სექტემბერს იქნება ძალიან ფართო მასშტაბზე რა ესე იგი ჩამოვლენ მისი უცხოელი მეგობრები იგივე სანჩეს იგივე ვიღაცები რა რაღაცას ჩვენს ვაპირებთ მე ვფიქრობ რომ შეიძლება რაღაც ადიოს ნაწილით შევკრა და ჩამოვიყვანო იმ საღამოსთვის ეგ არის მის გარდაცვალების დღე. ბაკურ-ბაკურაძე დღეს საკმაოდ არასასიამოვნო ატმოსფეროში აღმოჩნდა. ჩვენის ბაკეს აბურთალოს რაიონის პოლიციაში ვიხილეთ და ინტერვიუს ჩამოვართვით. საქმე ისაა, რომ იგი გაქურდეს და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბაკურის მეზობლებმა დახმარება გაუწიეს პოლიციელებს ქურდების დაკავებაში. უკეთ ამის შესახებ თავად ბაკურისგან გავიგებთ. მესხთან. მესთან რა, მე მგონა ეს. იქით გავუშვით თუ აქ ჩაწერე. დავიცი, სასახურისას უკეთესია. მივედი სამსახურიდან სახლში, ავედი, კარი გამიღო ნინომ, შევედი და დახურვა არ აცალეს, შემოწვიდნენ.
ცოტა ვიჩხუბეთ შემოსასვლელში და ნუ მე ჩვეულებრივად როგორც ხდება ისტერიკა სახში ბავშვი იარაღების ტრიალი ამბავი ერთი მეორე მოკლედ გაკოჭეს და არის მეორე ფაქტორი რომ არ გიჯერებს აი ეს არის ყველაზე საშიში ეს გამოვცადე საოცარი რაღაც რომ გეუბნება რომ ფული და ოქრო და რეალურად რაც გაქვს აძლევ მაგრამ არ აკმაყოფილ მაგრამ აი უკვე იქამდე არ დასცალდათ რა ვიღაც მადლიერმა დარეკა და სუსტად 15 წუთში სადღაც გაჩნდა პოლიცია აი სასწრაფო წესით აიყვანეს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმას ვინც არ ვიცი რომ დარეკა უზარმაზარი მადლობა იმიტომ რომ მე არ ვიცი ვინც არ უნდა იყოს ეს საოცარი რამე გააკეთა მეორე იცით რა პირველად ვიგრძენი მართლა რომ პოლიცია მიცავს ეს იყო იცით როგორი მომენტი და როგორი გრძნობა აი როგორ გითხრათ შემოცვივდნენ აქ დასხედით ჩვენ აქ ავართ არინერვიულად წამებში გაჩნდა არ ვიცი რამდენი სამართლოს უფროსი და რამდენი რაღაცის უფროსი და არ ვიცი ვერც ვიმახსოვრებ სახელები ვერც დავიმახსოვრე აუარებელი რაოდენობა ხალხის რომლებიც იყვნენ თავისი წარმატებული ოპერაციით უკვე რო დამთავრდა რა თქმა უნდა გახარებულები იმიტომ რომ რამდენიმე მათგანმა მითხრა თქვენ არიცით რა არის გაუხსნელი ყაჩაღობა რომ ჯგუფი ისინი შეიძლება დაიშალოს. ამის მიზეზი შემოქმედებითი უსიამოვნება ნამდვილად არ გახლავთ. მიზეზის გასარკვევად თავად ჯგუფის წევრებს ვესტუმრეთ და გავესაუბრეთ. 2003 წელს დაახლოებით 2 კვირის წინ, არა 3 კვირის წინ მომივიდა სამხედრო მოწვევა კომისარიატიდან, სადაც გარკვევით ეწერა რომ წამოდი ჯარშია. მაგრამ ვინაიდან ჯგუფში მღერი ვარ მე რაღაც არ მიმაჩნია ის სწორად რომ ჯარში წავიდე. ამ ჩემი წასვლით შეიძლება ჯგუფს საფრთხე შეექმნას. საფრთხე იმ მხრივ რომ ერთი წევრი გამოვაკლდება და ჩემს გარეშე გააგრძელებენ მუშაობას და სამხედრო განათლება მიღებული მაქვს 5-იანზე შეიძლება ითქვას. ავტომატის დაშლაც ვიცი, აწყობაც, ცირბილიც და ფორშის ჭაბაც. ასე კარტოფილის გახსოვს გადადის. 5-იანზე ასრულებს წვავს და ნუ თუ შეიძლება ისევ და ისევ იმეორებ თუ შეიძლება რომ მივმართოთ კომისარს გვარი ზუსტად არ ვიცი მაგრამ თუ საჭირო არის კი ბატონო წავალ მაგრამ მე ვთვლი რომ ჯგუფს ექნება საფრთხე ეხლა დავიწყეთ ჩვენ მუშაობა ეხლა ავიდგით ფეხი და ხელოვნებას ვერ მოვაკლდები ნამდვილად ვის საჭიროა ის წაიყვანეს ჯარში და რა გინდა ამ გასაგებია შენურად მღერის დაკავებულია უამრავი არმია ფანები ყავს ვის საჭიროა აი წაიყვანეს ჯარში აი რომ დადიან უსახუროდ არაფერს არ აკეთებენ სადაც იმსახურა საქართველოს ქვეყანაზე გამოდექინ ამის კაცი მღერის თო ისნის რაიონის კომისარიატს მივმართავთ ჯგუფის სახელით რა რომ ჩვენი ცანკა არ წაიყვანონ ჯარში რადგანაც ვინაიდან და რადგანაც ჩვენ იგი ძალიან გჭირდება და ხელი შეგვეშლება წინსვლაში, მუშაობაში, ყველაფერში რაც ჩაფიქრებული გვაქვს, რადგანაც უკვე რაღაც ავედით წინ და წინ და ამიტომ დიდი თხოვნა გვაქვს ისნის რაიონის კომისარიატთან, რომ დაგვიტოვონ ეს კაცი. არ წაიყვანოთ ჯარში, არ წაიყვანოთ ჯარში, დაგვიტოვეთ. იაკობ ნიკოლაძის სახელობის სასწავლებლის სტუდენტებმა და პედაგოგებმა ერთობლივი გამოფენა მოაწყვეს, რომელიც აღდგომის დღესასწაულს მიეძღვნა. ეს გახლავთ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი, რომელსაც უსრულდება 2003 წელს 70 წლის თავი და ეს უკვე მეორე გამოფენა, რომელიც იმ ციკლს ეძღვნება, რომელიც გაგრძელდება და ეს ტრადიციული სახე ექნება სასწავლებელში, რომელიც დაარსდა, რო ეთქვან ამ წელს ეს საგამოფენო დარბაზი.
ამ გამოფენებმა დიდი გამოცოცხლება გამოიწვია როგორც მოსწავლეებში, ასე მასწავლებლებში და ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, ხარისხობრივ ზრდას. ეს მეორე გამოფენა ბევრად ჯობია იმ პირველ გამოფენას, რომელიც ამ ორი კვირის წინათ მოვაწყოთ ჩვენ. და ინტერესის აქტიური ზრდა ეთყობა მოსწავლეებს და პედაგოგებს. Thank you.